მე მარიტა მასწავლებელი ვარ. ძალიან მიხარია თქვენი დანახვა ჩვენს დღევანდელ ფერად და ენერგიულ განმარტებაში. მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ მოულოდნელი შედეგები და კონტრასტები ინგლისურ ენაში, ისე რომ ნამდვილ პროფესიონალებს გვავდეთ. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მაშასე, დათმობითი დამოკიდებულებული წინადადებები, ანუ ინგლისურად clauses of concession. ჟღერს ცოტა რთულად, ხომ? სინამდვილეში ეს არის უბრალოდ იდეალური აკადემიური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საუბარში კონტრასტი შემოვიტანოთ. იცით ქართულში ხომ სულ ვიყენებთ ფრაზებს მიუხედავად იმისა, რომ ან თუმცა. მაგრამ ინგლისურში იმისათვის, რომ ბუნებრივად დაგამართულად ვისაუბროთ, ჩვენი ყოველდღიური ქართული ჩვევები ცოტათი უნდა შევცვალოთ და დახვეწილ ინგლისურ სტრუქტურებს მოვარგოთ. დავიწყოთ პირველივე, ყველაზე გავავრცელებული წესით. ეს არის სრული წინადადება, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ although, even though და though. აი, დააკვირდით ამ სტრუქტურას, although და even though პირდაპირ ითხოვენ სრულ წინადადებას, ანუ მათ აუცილებლად უნდა მოყვეს ქვემდებარე და შემასმენელი. ხო, მართლა, ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ, even though ბევრად უფრო ემოციურია და საკმაოდ ძლიერ კონტრასტს გამოხატავს. აი, though კი უფრო არაფორმალურია და სალაპარაკო ენაში ხშირად წინადადების ბოლოშიც კი შეხვდებათ ხოლმე. მოდით კონკრეტულ მაგალითებზე ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს. Although it was raining, we went for a walk. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, მაინც გავისეირნეთ. Although-ს მაშინვე მოსდევს it და was raining, ქვემდებარე და შემასმენელი, ზუსტად წესის მიხედვით. ან მეორე ვარიანტი. I enjoyed the movie even though it was very long. აქაც even though-ს გვერდით დგას it was. ხედავთ რა ლამაზად და შეუფერხებლად მიყვება სიტყვები ერთმანეთს, სრული ჰარმონიაა. ახლა კი ძალიან რბილად გადავიდეთ მეორე წესზე, რომელიც არსებით სახელებს და გერუნდს ეხება. აქ საქმესში შემოდიან despite და in spite of და წინასწარ გეტყვით, ისინი სულ სხვანაირად იქცევიან. ეს სამი გზა აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. წინა კავშირებისგან განსხვავებით, despite და in spite of კატეგორიულად ვერ იტანენ სრულ წინადადებას. მათ შემდეგ ან პირდაპირ არსებითი სახელი უნდა დავწეროთ, ან ზმნას დაუმატოთ ing, ანუ გერუნდი. მაგრამ, თუ მაინც და მაინც სრული წინადადების თქმა გწყურიათ, გამოსავალი აქაც არის. უბრალოდ უნდა გამოიყენოთ სპეციალური გამონაკლისი, the fact that. მაგალითად იტყვით, despite the fact that. და მერე უკვე შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ სრული წინადადებით. მოდით ვნახოთ პრაქტიკული მაგალითები. Despite the rain, we went for a walk. აქ the rain, ანუ წვიმა, უბრალოდ არსებითი სახელია, არავით არის შემასმენელი. მეორე მაგალითში კი, in spite of being tired, she finished her homework. დაღლილობის მიუხედავად, მან დავალება დაასრულა. აქ უკვე გერუნდი გვაქვს being tired. ძალიან მარტივია, თუ ამ ორ მაგალითს ვიზუალურად კარგად ჩაიბეჭდავთ გონებაში. აქვე მინდა ორი ძალიან მაგარი და სასარგებლო სიტყვაც გაგაცნოთ while და whereas. წარმოიდგინეთ, რომ გინდათ ორი სრულიად განსხვავებული ფაქტი პირდაპირ შეადაროთ ერთმანეთს. მაგალითად, while I prefer tea, my sister loves coffee. ანუ სანამ მე ჩაი მირჩევნია, ჩემს დას ყავა უყვარს. უმარტივესი და ძალიან პირდაპირი გზა კონტრასტის საჩვენებლად. მოდით ცოტა შევისვენოთ და ეს ყველაფერი ერთ ბრწყინვალე ცხრილში შევაჯამოთ. აქ ზუსტად ჩანს, რომელ კავშირს რა მოსდევს და აი ბოლოში დააკვირდით however's და nevertheless. ისინი ყოველთვის სრულიად ახალ წინადადებას იწყებენ და რაც მთავარია, ხედავთ მძიმეს however-ის შემდეგ, ეს უბრალოდ სასვენი ნიშანი არ არის, ეს პუნქტუაციის ოქროს წესია აკადემიურ ინგლისურში, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. ახლა კი, მოდით გულწრფელები ვიყოთ. რატომ ვურევთ ხოლმე ამ წესებს ასე ხშირად? რატომ არის, რომ ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვიჭედებით ამ თემაზე? პასუხი ძალიან მარტივია. ყველაფერი ჩვენი მშობლიური ენის ბრალია. ქართულად ხომ სრულიად ბუნებრივია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, მაგრამ მაინც წავედით. ანუ ორ კონტრასტულ სიტყვას ერთად ვიყენებთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მაგრამ როგორც კი ამას ინგლისურში პირდაპირ ვთარგმნით, უზარმაზარ გრამატიკულ ხაფანგში ვებვებით, რასაც აკადემიური ორმაგი კავშირის შეცდომა ჰქვია. ინგლისური ენა ეკონომიურია, მას არ უყვარს ერთი და იმავე ფუნქციის მქონე ორი სიტყვის ერთდროულად გამოყენება. აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, შეხედეთ პირველ არასწორ ვერსიას, რასაც უმეტესობა ამბობს ხოლმე. Although it was raining, but we went for a walk. დაივიწყეთ ეს. Although უკვე ისედაც აკეთებს მთელ შავ სამუშაოს, ის უკვე ქმნის კონტრასტს, but-ის დამატება აქ უბრალოდ ზედმეტია. ახლა კი დააკვირდეთ სწორ ვერსიას, რა ლამაზი და სადაა. Although it was raining, we went for a walk. მოკლედ, როცა although-ს იყენებთ, გაუშვით but-ს შვებულებაში. მოდით ვისწავლოთ ოქროს ფორმულა, რომელიც ამ ხაფანგს სამუდამოდ აგარიდებთ თავიდან. თქვენ გაქვთ სამი სრულიად დამოუკიდებელი და სწორი არჩევანი.
პირველი ნაბიჯი. გამოიყენეთ მხოლოდ although. მეორე ნაბიჯი. გამოიყენეთ მხოლოდ but. ან მესამე ნაბიჯი. საერთოდ გაყავით აზრი ორ წინადადებების შუაში ახალი წინადადების დასაწყისში ჩასვით however. მთავარია ერთმანეთში არასდროს აურიოთ. შეხედეთ, როგორ მაგრად მუშაობს ეს პრაქტიკაში. ფორმულა პირველი. Although it was raining, we went for a walk. ფორმულა მეორე. It was raining, but we went for a walk. და ფორმულა მესამე. It was raining, however, we went for a walk. ხედავთ, სამივე წინადადება ზუსტად ერთსა და იმავე აზრს გადმოსცემს, მაგრამ სტრუქტურულად სამივე ელეგანტური და უნაკლოა. აი ეს არის ნამდვილი გრამატიკული თავისუფლება. მივადექით ჩვენი განმარტების ბოლოს და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა დაფიქრდეთ. პირადად თქვენ, რომელ ორ მაგი კავშირის ხაფანგს ამოიღებთ თქვენი ლექსიკონიდან დღესვე. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე გაქვთ საკმარისი ცოდნა და თავდაჯერებულობა, რომ ეს გავრცელებული შეცდომები წარსულს ჩააბაროთ. ივარჯიშეთ, გამოიყენეთ ეს წესები და თქვენი ინგლისური გაცილებით უფრო ბუნებრივი გახდება. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.